მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენს ან გვიყურებს. ეს არის აგრომოტორსის პირველი სადებიუტო პოდკასტი. მე კი გიორგი ვარ, ყოლბაია. ალბათ ჩვენს სახებ უკვე იცით, აგრომოტორსი ფერმერებთან ერთად ყოველდღიურად მინდვრებში ვართ, ვსწავლობთ და ვცდილობთ გავუზიაროთ ცოდნა ჩვენს მეგობარ ფერმერებს, ჩვენს მომხმარებლებს. ჩამოყავს ჯონ დირი, ანტონიო კარო და სხვა მსხვილი ბრენდები საქართველოში. მაგრამ ყოველთვის ფიქრობდით, რომ ეს არ იყო საკმარისი, ძალიან დიდი ხანია უკვე გვინდა, რომ გაგვეკეთებინა პოდკასტი და შეგვექმნა ესეთი სივრცე, საიდანაც გავეცნობდით მეწარმეებს, აგრობიზნესმენებს, ჩვენს სხვა მეგობარ ფერმერებს, ვისაუბრებდით დარგის გამოწვევებზე, პრობლემებზე, რეალურ პოტენციალზე და სხვადასხვა სიახლეებზე. ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარი არის ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი აკაკი გოგსაძე. აკაკი, მოგესალმები. სალამი. ძალიან ბევრს საუბრობთ ერთმანეთთან ყოველდღიურად, მაგრამ არის რაღაც კითხვები და რაღაც თემები, რაზეც შეიძლება დრო არ გრჩება სამუშაო პროცესში რომ ვისაუბროთ და სხვა განემოდან მინდოდა ამ ყველაფერზე ერთად გვესაუბრა. მზად თუ ხარ, შეგვიძლია გადავიდეთ და დავიწყოთ. დიდი სიამოვნებით. ჩემი აზრით, კარგი წამოწყებაა და იმედია, რომ ბევრი მაყურებელი გეყოლებათ. მადლობა. პირდაპირ დავიწყოთ, როდის და როგორ გადაწყვიტე, რომ შეგექმნა აგრომოტორსი და რატო მაინც და მაინც აგროსექტორი და მძიმე ტექნიკა? ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც ჩვენ ოფიციალურად გავხდით ჯონ დირის დილერები. მანამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა როგორც სოფლის მეურნეობის ტექნიკაში, ასევე სამშენებლო ტექნიკაში, სხვა კომპანიებში მუშაობდი. როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, ყველგან რაღაც იყო მინუსები და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებია კომპანია, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნებოდა ფერმერზე და არ იქნებოდა, ვთქვათ, 30 სხვადასხვა მიმართულებით ბრენდის წარმომადგენელი კომპანია, როგორც სამშენებლო, ასევე სოფლის მეურნეობის, ასევე მსუბუქი ავტომობილები, ასევე საბურავები, ასევე ხო ხვდებით რა, რომ ძალიან დიდი დივერსიფიკაცია და არანაირი ყურადღება ფერმერს და ჩვენ შემთხვევაში ალბათ შეიძლება თამამად თქვა, რომ შეიძლება ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ვართ ორიენტირებული და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე განსაკუთრებით. ჩვენ ახლა სასუქების მიმართულება არ გვაქვს და ვთქვათ, სხვა რაიმე ესეთი მიმართულება არ გვაქვს, მხოლოდ ტექნიკა და მასთან დაკავშირებული სერვისი, სათადარი მონაწილეები. და ეს იყო ძირითადი მიზანი, რომ ფერმერზე ორიენტირებული კომპანია ყოფილიყო ქვეყანაში, შემოგვეტანა თანამედროვე ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგია, მაგიტო ავირჩიეთ ჯონ დირი. ჯონ დირი იდეაში საქართველოში პირველი მცდელობა ქონდა სადღაც 2006 წელს შემოსვლის, უბრალოდ ძალიან არასწორი პროდუქტი შემოვიდნენ და ასე ვთქვათ, შეაშინეს მომხმარებლები, იმიტომ რომ 2006 წელს შემოიტანეს საწამლი, რომელიც ღირდა 17,000 евро. მაშინ როდესაც საქართველოში ტრაქტორი არ დადიოდა, ესე ვთქვათ რა, მაშინ დაიწყო პირველი ეს თანამედროვე ტექნიკის შემოყვანა 2006 წლებში და რაც იყო, არ გამოუვიდათ და მაგის შემდეგ რომ შევხედეთ, რომ რეალურად პოტენციალი იყო, უკვე სახელმწიფოს ორიენტაციაც იყო იმისკენ, რომ თანამედროვე ტექნიკა შემოეყვანა, სოფლის მეურნეობას დახმარებოდა, უკვე გაჩნდა, ესე ვთქვათ, ნიშა იმისი, რომ თანამედროვე და შედარებით პრემიუმ ბრენდები შემოსულიყვნენ ბაზარზე. ეგ იყო ძირითადი დანიშნულება, რაც იმ დროს გამოძრავებდა. დღესდღეობითაც იგივეა ის, რომ ფერმერების გვერდში ვიყოთ მაქსიმალურად ხარისხიანი ტექნიკით. მაშინ 2013-ის პერიოდი იყო, რაღაც უკვე ის მომენტი აგროსექტორისთვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული მექანიზატორის მიმართულება უკვე დაწყებული იყო, ბევრი ერთეული სხვადასხვა ბრენდი შემოსული იყო და ამის გარდა, იყო რეალურად იმ მომენტში მდგომარეობა, რომ რაღაც კონკრეტული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენლები გაჩენილიყვნენ, ვინც მოუვლიდა ესე რომ ვთქვათ, პროდუქტს და რაღაც განავითარებდა კონკრეტულ ბრენდებს. კი, თითქმის ყველა ბრენდი იყო წარმოდგენილი, ახლა ძირითადად რო ვთქვათ, ახლა ჯონ დირი იყო ქვეყანაში, სხვა კონკურენტების პრემიუმ ბრენდები, როგორც ნიუ ჰოლანდია, კლასია იყო ქვეყანაში. ალბათ ახლა დღესდღეობით კიდევ უფრო მეტი არიან, დაახლოებით 10-15 კომპანია, ვისაც შემოაქვს სოფლის მეურნეობის ტექნიკა და დღეს ვიტყოდი, რომ ალბათ ყველა პრემიუმ ბრენდია წარმოდგენილი საქართველოში. იმას ვერ ვიტყოდი, რომ აუცილებელია, რომ ამდენი მართლა ძვირიანი და მართლა პრემიუმ ბრენდები იყოს ქვეყანაში, მაგრამ ხალხს რო არჩევანი აქვს და ფერმერს არჩევანი აქვს, ეს უკვე კარგია.
დაწყებული იქედან მე ესე ვიტყოდი, რომ ვიყავით ერთ 3-4 კომპანია, რომელიც მართლა ვცდილობდით, რომ თანამედროვე 13-ში, კი. თანამედროვე ტექნიკა შემოგვეყვანა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან იგივე მექანიზატორის მხრიდან ძალიან მონდომება იყო, რომ ასე ყველა ფერმერი გადაგვესვა თანამედროვე ტექნიკაზე, თანამედროვე ტრაქტორებზე, თანამედროვე მისაბმელებზე და ნაკლებად ყოფილიყო ორიენტირი იმ ძველ ტექნოლოგიებზე, ისევე რუსულ, ბელარუსულ ტექნიკაზე და კიდევ უფრო ნაკლებად ალბათ ჩინურ და ინდურ ტექნიკაზე. მაგრამ, რაღაც გამოგვივიდა, რაღაც არ გამოგვივიდა ალბათ რა. სურვილი დიდი იყო კი და მზაობა თუ იყო აქეთ ამ მხრიდან, იმიტომ რომ ხა ეს ახალი ტექნიკა, ახალი ტექნოლოგია, ეს ყველაფერი ხო 2013-ში მაშინ რამდენად იყო მზაობა აქეთ ამ მხრიდან რა, ეს ფერმერების ნაწილი იცოდნა. კარგი კითხვა, იდეაში არანაირი მზაობა არ იყო. საერთოდ აზრზეც არ იყვნენ სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ რო ხა მახსოვს პირველი ტრაქტორები რო ჩამოვიყვანეთ, 12 რეგიონში ვიყავით, ტრეინინგები ჩაუტარეთ, ტრაქტორები ჩაუყვანეთ, ჯონდირები წარმოიდგინეთ და ხალხს რო მაბრუნი გუთანი ვანახეთ, არ ეჯერათ. ანუ ყველა რაღაც არსებობს. ხო, ანუ მოყვანილი ყავდათ ტრეინინგზე როგორც ფერმერები, ასევე ოპერატორები, ვინც უნდა დამჯდარიყვნენ ტექნიკას და ეტარებინა და ისინი ძახდნენ, რომ არა, არ არსებობს, ეგ არ მუშაობს. ამ მიწაზე ეგ არ მუშაობს. მაშინ ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა. კი. ანუ ყველა იზახდა, რომ ეგ არ რეგულირდება, ეგ რო გადატრიალდება სხვანაირად დადგება, მოკლედ რა. ყავდა მაშინ გერმანელი სპეციალისტები და იმათთვის ახლა ეს რეაქცია პირველი არ იყო. იმიტომ რომ ახლა ჯონდირი მთელ მსოფლიოში აწუდის ტექნიკას და როგორც აფრიკაში, ისე აზიაში, ისე ამერიკაში, ისე ევროპაში გავლილი აქვს ეს საფეხურები და იცის, ასე ვთქვათ, ყველა კითხვა და ყველა პასუხი. ანუ ესე იგი მოკლედ აგრომოტორსი აკეთებდა რაღაც ტრენინგებს და სხვა იმ მომენტში რამე არსებობდა, თქვათ აი თავრობა რამე იმას აკეთებდა ტრენინგის კუთხით ესეთი, რომ შემოვიდა ამდენი ტექნიკა მექანიზატორის კუთხით იყო რაიმე ესეთი სწავლების მომენტები თუ მაგ მომენტში ძირითადად ესე უფრო წარმომადგენლობითი კომპანიები ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად ისევ თავისი ბრენდის მიმართულებით განევითარებინა ცოდნა. გასაგები. ანუ ერთი რასაც მექანიზატორი აკეთებდა თავის ოპერატორებს ატრეინინგებდა. ხო, თავიდან ვინჩდებოდა? ხო, პირველი ასე ვთქვათ, სადაც 400 ოპერატორი და ტრეინინგდა, თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა მეტიც, შეიძლება 1000-მდე. არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვი. მაშინ ძალიან გააპიარეს რამოდენიმე ქალბატონი ოპერატორი წავდათ. ყველას სправები დაურიგეს სპეციალური ტრაქტორის, რაც ალბათ ისტორიაში ძალიან დიდი ხანი აღარ იყო. არავინ არ იღებდა ტრაქტორის სправას, მართვის მოწმობას ტრაქტორისას. და მაგ პერიოდში კი, მაგის შემდეგ ალბათ უფრო მომწოდებლების დონეზე, რომ ყოველ ჩაყვანაზე ტექნიკის რაღაც 1 დღიან, 2 დღიან რაც საჭირო იყო, ჩვენ ტრეინინგებს უტარებდით უკვე ფერმერს. ვინც იყიდდა ახალ ტექნიკას. შვენიერი. ზოგადად ეს ბიზნესი განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ყოველთვის სხვადასხვა რისკებს ეჩეხება და აი რა იყო აგრომოტორისთვის იმ მომენტში ისეთი დიდი რისკი რაც აიღოთ და რამაც გაამართლა შემდეგ დღის გადმოსახედიდან. მე ესე ვიტყვი რომ როცა ადამიანი მოდის, ფერმერი მოდის, ბიზნესმენი მოდის და ყიდულობს ტექნიკას, რომელიც შეიძლება 2-ჯერ 3-ჯერ ძვირი ღირდეს ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა ტექნიკა, ეს არის უდიდესი ნდობა. რასაც კომპანიის და ალბათ პიროვნების მიმართ იჩენენ და ეგ იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის რისკიც იყო, იმიტომ რომ ხა ადამიანთან მივიდოდო, ვეუბნებოდით, რომ ეს არის ნომერ პირველი ბრენდი, თუ იყიდი, ყველაფერი კარგად იქნება, ანუ შემოსავალი გაგეზრდება, ხარჯი შეგიმცირდება და ასე შემდეგ და ამას უდასტურებდით, ეს ვთქვათ, ციფრებით. მათი მხრიდან მოდიოდა პირველი რომ არა არ გჯერა, არა ძვირია, არ გვინდა, ვინც გარისკა და ვინც გვენდო, დღეს ძალიან წარმატებული ფერმერები არიან. ანუ ადამიანები, რომლებმაც 1 ჰექტრით დაიწყო, 5 ჰექტრით დაიწყო, ასულები არიან 500 ჰექტარზე, 1000 ჰექტარზე, აი ამ პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ყავთ თანამედროვე და კარგი ტექნიკა. ესე იყო, ანუ ყველაზე გარდამტეხი და სარისკო იყო ეგ, რომ ნდობა მოგვეპოვებინა და ეს ნდობა შემდეგ შეგვენარჩუნებინა. ეგ იყო ყველაზე რთული. ანუ ყველაზე დიდი რისკი როგორც კომპანიის გადმოსახედიდან იყო, რომ პირველი დაიწყო და ასეთი პროდუქტი შემოიტანა საქართველოში იმ მომენტში და მეორე იყო უკვე ფერმერის მომხმარებლის მხრიდან რისკი, რომ პირველი ნაბიჯი დობის კუთხით გადმოედგა. კი. ანუ
ყველა უყურებდა ძალიან სკეპტიკურად, თუნდაც აი სოფელი რაიონი, რეგიონში, რომ ჯონ დირი შევიდოდა, ვა, ყველა ისე იყო, რომ რატო იყიდა, აგერ ჩინურია. მესამე ფასად აგერ ბელარუსია, საერთოდ საჩუქრა და რა თუნდა, მაგრამ დრო მაჩვენა ყველას რა თუნდა რა. ანუ არიან ფერმერები, რომლებიც საკმაოდ წინ იყურებიან და ეს წინხედვა მათ ხვდებათ. უბრალოდ სოფლის მეურნეობა ისეთ სფეროა, რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავ ხა, ამინც ვერ დაგეგმავ, ხო შეიძლება რაღაცა შეაფერხო, სეტყვის საწინააღმდეგო ბადე გააკეთო რაღაც, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ დაგეგმავ და ეს არის ყველაზე ესე ვთქვათ, ცუდი და მძიმე მომენტი, რომ არანაირი ხელშეწყობა ესე ვთქვათ ამ მომენტში არ აქვს ფერმერს ჩვენს ქვეყანაში, ანუ დაზღვევაა და ისიც რაღაც უცნაურად მუშაობს, არანაირი სხვა მხრივ ვთქვათ მოსავალთან დაკავშირებით დახმარება არ ხდება თუ რაიმე მოხდა. რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი კარგად არის, ფერმერი უბედნიერესია და მოდის და კიდევ მეც სყიდულობს და კიდევ მეც ამუშავებს. ხო, ხა იგივე აღარ ჭირდება დახმარება აღარავისი რა, ხა ყველა მომენტში შეუწყო ხელი. კი ბატონო. არის რა, გვინდა თუ არ გვინდა, ეხლა ჩვენი დაკვირვებით, სადღაც ყოველ 5-7 წელიწადში არის ხოლმე 1 წელი ან წელიწადნახევარი ძალიან ჩავარდნა და ესეთ მომენტებში ჭირდებათ ზუსტად ისე დახმარება, როგორც ჭირდებათ. და არა ისე, როგორც თქვა სადაზღვეოს აქვს, ან რამე სხვას აქვს. თავის თავზე მორგებული და არა ფერმერზე. ხო, ახლა სექტორი იმდენად განსხვავებულია და კომპლექსური რა, ახლა ძალიან თავის მიდგომა ჭირდება, იმიტომ რომ ხა ფერმერი იმდენ რამეზეა დამოკიდებული სეზონის განმავლობაში, ამ მინდიდან დაწყებული იქ სადღაც ვიღაცამ თუ ტყვია გაისროლა, აქ ფასდა არ ყავს, იქ თუ რაღაცა მოხდა, აქ ფასდა არ ყავს, თამითმეტე ჩვენ ერთ პატარა ქვეყანაში ძალიან რთულია რა, ახლა იყო ძლიერი ფერმერი. ხო, მაგიტომ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა მიმართულებას სათავთ უნდა მოვერგოთ. მეხორბლეებს სხვანაირად, ვთქვათ, მეღვინეებს სხვანაირად და ასე შემდეგ რა, მეთხილეებს კიდევ სხვანაირად. თუ გახსოვს, აი ვინ იყო პირველი, ვინც გენდო გადმოდგა ნაბიჯი და წაიყვანა ჯონ დირი შენგან? სულ პირველი შეიძლება ესე იყოს რა, დამთხევა იყოს თუ რა იყო, პირველი შეკვეთა, საერთოდ პირველი შეკვეთა მივიღეთ ამერიკის საელჩოდან. მართლა? მაგარია. ეგ იყო. სასოფლო ტრაქტორი თუ არა, ტრაქტორი არ იყო, ხო, მაგრამ ნუ ისევ აი კომპანია გავხსენით, ნოემბერში ოფიციალურად დილერობა გადმოგვეცა და დეკემბერში შემოვიდა პირველი შეკვეთა, იყო სათადარიგო ნაწილი, მაგრამ რა შეიძლება კონდა ჩვენთვის რა პირველი შეკვეთა რაღაცა. და იყო ამერიკის საელჩო, რაც ნუ ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა და იმათაც ძალიან ესიამოვნათ, რომ წარმომადგენლობა დაარსდა, დილერი იყო და ნუ მათ ყავდათ ეს პატარა გეიტორები რო ანუ კვადროციკლები ასე ვთქვათ, რომელთაც თავიანთ ეზოს მინდორს უვლიდნენ და მაგის სათადარიგო ნაწილების პირველი შეკვეთა ავიღეთ. ტრაქტორს რაც შეეხება დიდ ტრაქტორს თუ ჩავთვლით, რომელიც იყო ინდ პატარა რა ვიცი. არა, მე რას ვამბობ, იცით, მქონდა რამოდენიმე სახელმწიფო შეკვეთა, რომელიც ძალიან მალევე ჩამოვიტანეთ, უკვე 2014 წელს პირველი შეკვეთები იყო, ეს ტენდერები იყო ძირითადად. ეს ტექნიკა დღემდე მუშაობს ქობულეთში და ურეკში, რომელიც მაშინ გავყიდეთ. მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰქონდა პროექტი რაღაც არასამთავრობოსთან ერთად. და მანდ იყო მოთხოვნა, რომ ამერიკული ბრენდები უნდა ყოფილიყვნენ მონაწილეები, ანუ ეს თანხის გამომყოფი ვინც იყო ორგანიზაცია, ისიც ხოვდა. და მაშინ ჩამოვიყვანეთ ტექნიკა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ 2 წლის წინ ეს ტექნიკა არ გაჩერებულა და 2 წლის წინ მივიდა ჩვენი სერვისი, კიდევ ერთხელ რომ რაღაც გაეკეთებინათ და ყველა ჰიდრავლიკის ფილტრი ჯერ კიდევ ორიგინალი ეყენა ზეეთ. ანუ წარმოიდგინე 2014 წლის შემდეგ 2024 წელი ტრაქტორზე ფილტრი არ შეუცვლიათ, ოღონ ტრაქტორი მუშაობდა ყოველ სეზონზე, ზამთარშიც, კარგიც არის და ზაფხულშიც. ხო, კარგიც არის, ცუდიც არის, ხო, უბრალოდ ეს სახელმწიფო ორგანიზაციებს რომ იყავთ პირველი წელი კი გარანტიაზეა, მაგრამ შემდეგ უკვე თვითონ ულიან და ჩვენთან აღარ აქვს კავშირი, ცდილობენ რომ ვთქვათ, რაც შეიძლება იაფად, რაც შეიძლება არაორიგინალი და ასე შემდეგ, ნუ ჩვენთვის თავარი ისაა, რომ ჯონ დირი უძლებს ისეთ მოპროფას, როგორცაც აი საქართველოში არიან მიჩვეული, რომ აი, მაგრამ მაგის თქმა რისკიც არის ხარ. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენგან მაგრამ ის არის, რომ მართლა უძლებს რა. რადგან ახსენე, აი მაგაზე კითხო, იმიტომ რომ შენი აზრი ძალიან მაინტერესებს, აი
ზუსტად რა იმ ზოგადად რო თქვა თან არა მარტო აგრომოტორში საგარანტიოს იქით აი როცა სრულდება რაღაც ტექნიკის გარანტია აი ამ ტექნიკის მოვლა და სათადარიგო ნაწილები რა ეხა ძირითადად მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჩვენი კონკურენტ კომპანიებიც ანალოგიურ სიტუაციაში არიან რომ გარანტია რჩება და всё მომხმარებელთან მსგავსი ურთიერთობა რჩება ეხა სხვა თავისთავად გრძელდება მაგრამ ის რომ სერვისის კუთხით რომ მოუარო მათ ტექნიკა რჩება და ანუ ეს მენტალიტეტი მე ვფიქრობ რომ ცოტა განსხვავებული არის ჩვენთან ვიდრე თქვათ ევროპაში და ხა სხვა რეგიონებში რა და აი რას ფიქრობ ამაზე ან რა გამოსავალი აქვს ამას რომ ზოგადად ეს ურთიერთობა ხა როგორც ხა მანქანებზე ცენტრებში დადიან გარანტიის მერე კი არა რა ვიცი რა დადიან რა და ხა რატო არ ხდება თქვათ რაღაცა თუ მაგ ხელა დონეზე არა რაღაც დონეზე მაინც ამ აგროსექტორში ან მე ვიტყოდი რომ ვინც შედარებით თანამედროვე უყურებს ამას ისინი სტანდარტულად მოდიან და ორიგინალს ყიდულობენ ну ცდუნება არის ის რომ ის არაორიგინალი ბევრად იაფიღირს და ჩვენც ვქონდა შემთხვევა რომ რამოდენიმეჯერ ცადეს დააყენეს თქვა საწვავის ფილტრი, ჰიდრაულიკის ფილტრი ну ვერ იმუშავა და შემდეგ უკვე აღარც გავუხედავთ იქეთ და მუდმივად ყიდულობენ ორიგინალს ძირითადად ახლა როგორ არის იცით რა სიმარტივის არის ტექნიკა და რა სირთულის არის მაგის მიხედვით იცვლება ეგ მიდგომა იმიტომ რომ თუ ძალიან მარტივი თქვათ იგივე ჩვენი 3B რომელიც ყველანაირად უმარტივესი ტექნიკა იყო რომელიც მუშაობს გაუჩერებლად მექანიკური ხო სრულად მექანიკური არაფერი სირთულე იქ არ არის მაგ შემთხვევაში კი მაგრამ იქაც შეიძლება ფილტრი სხვაგან იყიდონ მაგრამ ზეთებს ყოველთვის ჩვენთან ყიდულობენ იმიტომ რომ ნუ ჯონდირს თავის ხარისხი უდევს ფასიდაც ახლა არა ვართ ისეთი რომ სამჯერ ძვირი ვიყოთ სხვა თქვა ძრავის ან ჰიდრაულიკურ ზეთებში და მაგიტომ ურჩევნიათ ის ორიგინალი ჩაასხან. აი ამ დონეზე შეგვიძლია ეგ ვაკონტროლოთ. იგივე პრობლემა აქვს დარწმუნებული ვარ ყველას, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი ფერმერი რომელიც მართლა ყოველ თეთრს ითვლის და ეს იმიტომ კი არ ითვლის რომ უხარია. ხო, თავი საქმიდან გამომდინარე რა არ ვერა აქვს იმხელა შემოსავალი რომ აი ესე თავისუფლად იყიდოს. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ევროპელ ფერმერს არ უღირს იმიტომ რომ იმან იცის რომ სეზონზე ტრაქტორი ერთი არ უნდა გაჩერდეს და ეხა მაგას თვლის ურალოდ ის არის სხვაობა ევროპელსა და თქვა სხვა ქვეყნებს შორის თუნდაც საქართველოს შორის რომ ის ყოველ საათს ითვლის რამდენი საათი ის ტრაქტორი მინდორში გაჩერდა და მე მგონი წელს ჩვენმა ფერმერებმაც კარგად დაინახეს ამინდებიდან გამომდინარე რომ რა პატარა მონაკვეთები ქონდა თქვა სიმინდის დასათესად და რა ვიცი მთელი სოფლის ტრაქტორი ერთ მინდორში იყო ხოლმე რომ ოღონდ არც ერთი არ გაჩერებულიყო ან ერთი თუ გაჩერდებოდა სხვა შემუშაო რომ მოესწროთ და აი მანდ არის ზუსტად სადაც ის ორიგინალი ფილტრი და ის კარგი ტრაქტორი იჩენს თავს თორე ეხა ქუჩაში სასიარულოდ რასაც ჩვენ ვხედავთ ხშირად თქვენ ჯონდირს ვერ დაინახავთ რა ჯონდირი არის მინდორში ასე ვთქვათ გაგდებული რომ თავის საქმე გააკეთოს და ეხლა გზაზე სატარებლად ნებისმიერ ჩინურ ტრაქტორი ცივლის ის პრობლემა ანუ მე ვფიქრობ ალბათ ანუ ერთი რო ეს გამოცდილება რაც ახსენე რომ ვთქვათ გამოცდილება რო აქვს ფერმერს იმ არაორიგინალის რა შედეგამდეც მიყავს, ну, კაი, მეორე შეიძლება აღარ ქნას და მე ვფიქრობ, რომ ამის პრევენცია შეიძლება იყოს ცოდნის კუთხეც რა, რომ სწორი ცოდნა რომ მივცეთ, თქვათ, ქართულ ფერმერს მაგ კუთხით, რომ რა ზიანამდე და დანაკარგთან შეიძლება მივიდეს იმ შემთხვევაში თუ რაღაცას ცდის, რომ ცოტა იაფიანი გადაწყვეტილებები მიიღოს, შეიძლება ესეც რაღაცა კუთხით დაეხმაროს მაგ გადაწყვეტილების მიღებაში. ეგ არის აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა კეთდებოდეს და ჩვენ ვაკეთებთ მაგას, რომ უხსნით, რომ არ გააკეთოთ, არ გინდათ, თქვენ ტექნიკას აზიანებთ პირველ რიგში და დროს კარგავთ. ეგ აუცილებლად, ანუ საერთოდ ეს არა მხოლოდ ტექნიკის მხრივ, ასევე აგრონომიის მხრივ, ეს ცოდნის მომენტი ქვეყანაში პრობლემა არის. ძალიან დიდი. კიდევ უფრო დიდი პრობლემა ხდება ოპერატორები. ну, რა ვიცი, ხა ჩვენ პრაქტიკაში ვქონია მე ჩემო ძმაო ბოდიში ჟარგონისტვის ჟიგულზე ვარ გაზრდილი და რა უნდა მასწავლო. ანუ აი ესეთი დონეზე აქვთ მიდგომა რომ ნუ ტრაქტორია რა უნდა იყოს და იდეურად ყველაფერს თავის ცოდნა უნდა და თავისი დროის დახარჯვა უნდა რომ იმ
დონემდე მიხვიდე, რომ ტრაქტორი სწორად მართო, ჩასაბმელი სწორად ჩააბა, არც თუ ისე მარტივია ტრაქტორის ოპერატორობა. არ არის მარტივი საერთოდ, ხო. ყველა კულტურაში საერთოდ სხვადასხვა მისაბმელი გაქვს, საერთოდ სხვადასხვა ტარების სტილი გაქვს. 12 სიჩქარე წინ გაქვს, 12 სიჩქარე უკან გაქვს. ზოგან კიდე მეტი. ხო, ზოგან კიდე მეტი, რა თქმა უნდა, 24 სიჩქარიანებიც არის და მეტიც და ანუ ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება ცოდნა. გეთანხმები მაგაში 100%. როცა ოპერატორს ასწავლი როგორ ატაროს, ასწავლი ასევე რომ ორიგინალი ფილტრი დააყენე, ანუ ნუ გააკეთებ ეკონომიას მაგაზე. კი, მაგაში გეთანხმები რა, იმიტომ რომ აი ძალიან კომპლექსური თემა რა, ნებისმიერი რა, აგრონომიულიც, ეს მექანიზაციის კუთხე, რაც ჩვენი პირდაპირ ხაზია, აი მან დღეს თითქმის არ არის ცოდნა შეიძლება თამამად თქვა, იმიტომ რომ ახლა ისეთი პროდუქტები მინახია ისეთ მეურნეობებში, რომელიც ჩატანის დღიდან დევს და იჟანგება, იმიტომ რომ არასწორი პროდუქტი იყო და ისეთი ბაღები მინახია, რომელიც აი რავი 5-6-7 წლის ბაღი რო არის, რომელიც აი თითქმის 60-70% მოსავლიანობაში უნდა იყოს შესული და გაძვალტყავებული არის და საშინელ დღეში აი რამხელა ფული ინვესტიცია და დრო არის გადაყრილი ზუსტად უსოდნრობის გამო რა და ხო ნუ ხა ეს ძალიან ისეთი პრობლემა არის ხა სამომავლოდ უკვე ჩვენ რო კიდე გვეყოლება მეტი სტუმარი ამ სფეროებიდან ისინი კიდე მეც მოგვიყვებიან და შეიძლება თავის აზრს გაგვიზიარონ რომ სად არის რა ამის კარგი გამოსავალი, იმიტომ რომ ცოდნა ყველა ამბობთ რომ გჭირდება, მაგრამ ვინ უნდა მოგვაწოდოს და სად უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემი აზრით რა. კი, ჩვენ რამოდენიმე წლის წინ მქონდა FAO-სთან ერთად მათ აგრონომებს უტარებდით ტექნიკის ტრეინინგს. ნუ ორდღიანი ტრეინინგები მოხდა. ტრაქტორზე ვსვავდით, ჩასაბმელსაც უხსნიდით, როგორ უნდა ჩააბას, უსაფრთხოებასაც უხსნიდით. ანუ ეს არ იყო პროფესიონალური ტრეინინგი, მაგრამ ელემენტარულ დონეზე რომ თქვათ ტრაქტორში რომ ჩაჯდება სად ძრავი იქოქება და სად ძალამრთმევი ლილვი ირთვება და ან თუნდაც ძალამრთმევი ლილვი რას აკეთებს საერთოდ ეგ იცოდეს, ანუ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემაც არის, იმიტომ რომ ну, მოდი ასე ვთქვათ, ბიზნესმენი, რომელიც ვთქვათ, ახალ ბაღს აშენებს ან ახალ მიწას ამუშავებს, ცდილობს მოიყვანოს თანამშრომელი, რომელიც ერკვევა. თავისთავად, ხო. რთულია პოვნა ყოველთვის, მოყავს შემდეგი ის, ვინც იშოვა და იმან იწყება პრობლემა. ჩვენ გქონდა ეგეთი პრობლემა კომბაინთან დაკავშირებით, ადამიანმა იყიდა კომბაინი, საერთოდ სხვა ბიზნესიდან იყო. დასვა ოპერატორი, რომელიც კარგად ერკვეოდა შედუღებაში, შემდუღებელი იყო პროფესიით და ну, რა ვიცი, ერთი წლის მერე მოვიდა და სადაც კი ამ ადამიანს შეეძლო, ყველგან ქონდა შედუღებული და ეს რა არის თქო? თავის თქონდა გამოუყენებია ახლა. ესე ჯობდა, ეს მარტივია ოპერატორმა გვიპასუხა და მეთქი რავი ჯონდირი 200 წელია მე ტექნიკას აკეთებს და მე მგონი ცოტა შენზე მეტი იცის რომ საჭირდება შედუღება და საჭირდება ბოლტის გადაჭერა. გაამაგრა, ყველაფერი გაამაგრა. ეგ იყო შედეგი და მაგიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და ჩემი აზრით უნდა არსებობდეს. ალბათ დილერების დონეზე, ალბათ რაღაცა სახელმწიფო ან არასამთავრობოების დახმარებით რაიმე ცენტრები, ოღონ ეს უნდა იყოს, არ უნდა იყოს, თქვათ, ერთწლიანი სწავლება, ეს უნდა იყოს სეზონურად, თქვათ, თუ კომბაინია, კომბაინის სეზონზე სწავლება, თუ ტრაქტორია, ტრაქტორის სეზონზე სწავლება, ტექნიკის გამოყენებით სპეციალურ გამოყოფილ ალბათ ადგილზე, მიწებზე და პრაქტიკულად ისწავლონ ყველა ოპერატორმა. არ არის აუცილებელი, თქვათ, მაინც და მაინც, თქვათ, ჯონდირი იყოს ის ტრაქტორი ან მაინც და მაინც სხვა ბრენდი იყოს. ეს ძირითადი ახსნა და ძირითადად გაგება ტექნიკის თანამედროვე ტრაქტორში თუ ჯდები, ფაქტიურად ერთი გადახედვა, გადმოხედვა გჭირდება, რომ მიხვდე რა არის და სად არის რაღაც საბაზისოწონა. მე ვერ ვხედავ ამაში დიდ სირთულეს, მაგრამ ნუ ფინანსების ამბავია, რომელიც, ნუ, ასე ვთქვათ, ვიღაცა უნდა დახარჯოს. ეგ არ ამგონია, რომ მომგებიანი იყოს კომერციულად, იმიტომ რომ ეხლა რამდენიმე გამოვართვა ადამიანს, რომ ვთქვათ 100,000-იან ტრაქტორზე დასვა, მან შეიძლება რაღაცა დააზიანოს და შემდეგ ამის გაკეთება გიღირდეს, ხო? ანუ
კი. ყველაფერს თავისი რისკი აქვს, მაგრამ ბიზნესურად ცოტა რთული იქნება, რომ ესეთ ტრეინინგ ცენტრი გაკეთდეს და ის მომგებიანი იყოს, თუ რაიმე სახის დაფინანსება არ იქნება, ან თქვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება. კი ბატონო. დასაწყისში ბევრჯერ ვახსენეთ ეს ნდობა ჩვენი მომხმარებლების, რაღაცა პირველი ერთგული მომხმარებელი. აი ზოგადად ხა ბრენდი ისეთია John Deere, რომ ნუ ამას ბრენდს თავისი ლოიალური მომხმარებელი მთელი სოფლის გარშემო ყავს რა, ხა მოყარეები, ფანატიკოსები ყავს და ნუ ხა ძალიან ისე აქვს ეს ბრენდი ამოტანილი ამ სოფლის სექტორში, რომ რაღაცა უყვართ რა და ანუ ბრენდის გარდა ხო არსებობს კიდე ლოიალური მომხმარებელი აგრომოტორის უშუალოდ. აი ამ წლების განმავლობაში როგორ ინარჩუნებ ამ მომხმარებელს, რომ აი პირველი დღიდან თუ რავი 1 წლის მერე თუ როცა იყო რომ დაიწყეთ ურთიერთობა, დღემდე ერთად მიყვებით და ერთად ვითარდებით ამ გზაზე. ნუ მარტივი არ არის იმართლე გითხრათ. ძალიან რთულია, ჩემი ყველაზე რთული ეგ არის. ხო, რთულია რატო ეხა გეტყვით. კი ჩვენ ძალიან გვინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ ძალიან გვინდა რომ მომხმარებელმა იყიდოს საუკეთესო ტექნიკა. მაგრამ არის სხვა ფაქტორები, რაც ხელს გიშლის და სოფლის მეურნეობაში როგორც კი ხელის შემშლელი ფაქტორი ჩნდება, თუ ასე ვთქვათ, პირადი ურთიერთობა არა გაქვს და უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობა არა გაქვს, ძალიან ძნელია ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება და შენარჩუნება. მარტივად რო აგიხსნათ, აი ვთქვათ, ადამიანმა იყიდა ტრაქტორი, რომელიც ქარხანამ აწარმოა გერმანიაში, მივიდა სატრანსპორტო კომპანია და რომ უნდა ჩამოსულიყო 2 კვირაში, რა ვიცი, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა დაიძინა, საზღვარზე რიგია, არ ვიცი, ტახოგრაფმა გაჭედა და მიზეზები არ მთავრდება, რაც შეიძლება იყოს ხელის შემშლელი. ამ დროს ამ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს. ანუ ამას ფიზიკურად ვერ აინტერესებს. ხო, ანუ შენი 1 დღის გამო, შენი 3 დღის გამო ის მთელ წელს კარგავს. კი. და ჩვენ ხშირად გქონია ეს საუბარი, რომ კარგი რა, ნუ ოკეი, მე და შენ გვესმის ერთმანეთს, მაგრამ ის მესამე ადამიანი, რომელიც ასევე ჩართულია ამ ტექნიკის, ან ჩამოყვანაში, ან წარმოებაში, არა აქვს მნიშვნელობა, ხარ ვაკონკრეტებ ყველაფერს. იმას იმდენად არ ესმის. ანუ იმას გონია, რომ ეს შემდეგი შეკვეთაა, ეს შემდეგი დავალებაა და თუ ვერ შევასრულებ დღეს, შევასრულებ ხვალ. აი ეს არის ყველაზე მძიმე მომენტი, როცა გვიწევს მართლა ამ პირად ურთიერთობების გამოყენება, რომ რაღაც ჩვენს გვერდში დავუდგეთ ჩვენ ფერმერს. მე არ მახსოვს, რომ ეგეთ პრობლემა ყოფილიყოს და აგრომოტორს უბრალოდ კარები შემოეხურა და არა ჩემოკარგო, აგერ ან გადამზიდის პრობლემა, ან ქარხნის პრობლემაა და როცა მოგვარდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოსავლის ნახვას. ბევრჯერ გქონია, რომ ტრაქტორი გვითხოვნია, ბევრჯერ გქონია. საკუთარი შეგითავაზებია ბევრჯერ. კი, ანუ სხვანაირად არ გამოდის. და აი ეგ ურთიერთობა, რომ ადამიანი ხედავს, რომ შენ ხვდები მის პრობლემას და ცდილობ ამ პრობლემის მოგვარებას. ხა უბრალოდ მიხვედრაც იმას არაფერს არ შველის. თავარი არის, რომ ის პრობლემა მოუგვარო. ეხა უმრავლეს შემთხვევაში პრობლემა გვარდება, ვთქვათ, იგივე ტექნიკის ჩანაცვლებით, ან რაღაც მსგავსი მოქმედებით. თუ ესეც არ გამოდის, გადავდივართ შემდეგ ფინანსურ მხარეზე. და აქაც ჩვენ არასდროს, როგორც აგრომოტორსი, არ გავქცევებთ ჩვენ პასუხისმგებლობას. ну რა თქმა უნდა ის ქარხანა და ის გადამზიდავი და ის არასდროს არ გვეხმარება პირდაპირ ვიტყვი ეგეთი პრაქტიკა არ არსებობს საერთოდ რომ ვინმე რამე აგვინაზღაუროს ყოველთვის ეს გადადის კომპანიის და თუნდაც გამფუძნებლის ზურგზე და ჩვენ აბასხვებულებას ვიღებთ ანუ ეგ არის ჩემი აზრით მთავარი რასაც ეს ჩვენი მუდმივი მომხმარებლები, რომლებიც უკვე ჩვენი მეგობრები არიან, ხედავენ და ზუსტად იციან, რომ აგრომოტორში თუ მოდიან, ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ეს კომპანია მათ გვერდით იქნება. ურთიერთგაგება. მოკლედ, რა თქმა უნდა. ჩვენს მომხმარებლებთან, რომელიც დღეს მომხმარებელია, ხვალ უკვე ჩვენი მეგობარი და ამ დიდი ოჯახის წევრი. კი, და გვერდში დგომა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემი პრობლემაა, მისი პრობლემაა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, უმოკლეს ვადაში მოვაგვაროთ ეს პრობლემა. საწყის მომენტს მინდა კიდე დაუბრუნდე, როცა აგრომოტორსმა დაიწყო ეს პირველი ნაბიჯები. აი კომპანიისთვის იმ მომენტში რა უფრო რთული მომენტი იყო, ანუ ფინანსური მხარე, ფინანსური კრიზისი და ამ რაღაც ინვესტიციის მოძიება იმისთვის, რომ დაიწყოს კომპანიამ და გადადგას ნაბიჯები. ამასთან ერთად ერთ-ერთი კიდე ურთულესი პრობლემა რა დღეს ძალიან ზოგადი და ფართოა, კადრების მიმართულება, რომ
შეკრა სწორი კვალიფიციური გუნდი, ვინც ერთია რო თქვა რაღაცა მოაბილიზე და ამ მობილიზებულს რაღაცა წარმატებამდე მიიყვანს. იმიტომ რომ მე მახსოვს განსაკუთრებით კადრების მიმართულებაზეც ბევრი გისაუბრია და მახსოვს დასაწყისში როგორ ყველაფერში შენიყავი ჩართული ყველა დეპარტამენტში და როგორი არის ეს გამოცდილება. არა, როცა ბიზნესი იწყებ, ჩემი აზრით, ყველაფერში უნდა გაერკვე. ანუ ეგრე არ გამოდის, რომ მე კაბინეტში დავჯექი და აბა სათადარიგო ნაწილებში რა ხდება, აბა გაყიდვებში რა ხდება. ნუ რა შეიძლება რაღაც ბიზნესში გამოდის, მაგრამ როცა ნოლიდან იწყებ, ახლა მე პირადად მქონდა სხვა ბიზნესებში გამოცდილება, ვიცოდი რა შედეგი მოქონდა რას. ყველაზე მთავარი არის, რომ შენი დრო და ენერგია გქონდეს გადართული იმაზე, რაც წაკეთებ. შენ თუ ამას უყურებ, ასე ვთქვათ, უბრალოდ შემდეგ გასართობს საქმეთ, ძნელია რომ წარმატებას მიაღწიო და თუ დროს არ ხარჯავ, თუნდაც იგივე, აი ვთქვათ, ხვდები რომ სერვისში გაქვს პრობლემა. მე ხშირად ყოფილ ვარ და რა ვიცი, არაერთხელ კიდევ იქნები ალბათ რომ მინდორშიც წავსულ ვარ, ტრაქტორის ქვეშაც ყოფილ ვარ, დამიშლია კიდევაც და ამიწყია კიდევაც და რჩევაც მიმიცია რომ არა ეს ასე არ ივარგებს, ესე იმუშავებს. ანუ ამას თუ არ აკეთებ, მით უმეტეს დასაწყის ეტაპზე რთულია აკონტროლო შემდეგ პროცესები და მიხვდე რა არის შენ კომპანიაში პრობლემა, თქვათ რატო არ ვითარდება რომელიღაცა მიმართულება. მაგ მხრივ ნამდვილად სწორი დროის ინვესტიცია იყო ჩემი მხრიდან, რომ ძირითადად ჩართული ვიყავი ყველა პროცესში. ნუ გაყიდვებში 100%-ით, იმიტომ რომ გაყიდვებში გამოცდილება ძალიან გამოცდილება მაქვს, რაც ქვია სერვისის მიმართულებაში მე თვითონ მიყვარს, თქვათ, მანქანების კეთება და მაქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ვერკვევი ინჟინერიაში, ტექნიკის ინჟინერიაში ხვდები რა არის და რა მიზეზით რა შეიძლება მოხდეს. არ ვამბობ რომ სპეციალისტი ვარ, მაგრამ ელემენტარულ დონეზე ხვდები რა გამოწვევი მიზეზი იყოს და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა იყო სათადარიგო ნაწილები, რაც დღემდე ასე ვთქვათ, დიდად ჩაღრმავება არ მიყვარს, მაგრამ ახლა იმ დონეზე რო ვთქვათ, ტრაქტორი დავშალო, კატალოგი გავხსნა და ნაწილს მივაგნო, ეს ჩემთვის მართლა ელემენტარულია. ანუ ყველა მიმართულება რაც კი საჭირო იყო კომპანიაში, მინდოდა თუ არ მინდოდა ვაკონტროლებდით. მიზეზი ისიც იყო, რომ სულ 3 კაცმა დავიწყეთ კომპანია და ახლა 3 კაცი დაწყებულ კომპანიაში გინდა არ გინდა საბაჟოზეც ხარ, ყველგან გაყიდვებიც ხარ და ბანკშიც ხარ. ტექნიკას მიყავს ადგილზე და ტექნიკას მიყავს ადგილზე, ძალიან დიდი სიამოვნებით ბევრჯერ პირადად ჩამეყვანია ტრაქტორი, როცა იყო მაგის საშუალება, რომ და სირთულეს კუთხით საწყის ეტაპზე, ანუ კადრების მიმართულება რა დონის სირთულეა და ეს ფინანსური მხარე მე ესე ვიტყოდი რა, რომ კადრები ჩვენ როცა დავიწყეთ, ალბათ იმდენად დიდი პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ ეს ხდებოდა 2013 წელს, ნუ 13 წლის წინ. ჯერ კიდე ევროპის გზა ღია არ იყო, ესე ვთქვათ და იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომელსაც მართლა წინსვლა უნდა და მართლა რაღაც სწავლა უნდა და ჯერ კიდე ქვეყანაში იყვნენ და ცდილობდნენ დასაქმებას. კი. ანუ ბოლო ალბათ 5 წელია, შეიძლება ცოტა მეტი, როცა ძალიან რთული გახდა მით უმეტეს სერვისში და სათადარიგო ნაწილებში ახალგაზრდების მოზიდვა. გაყიდვებში კი ბატონო, გაყიდვებში პირიქით, მეც მოტივირებული ვარ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გვყავდეს, რა თქმა უნდა, სერვისშიც იგივე მინდა და სათადარიგო ნაწილებშიც, მაგრამ რთულია. ანუ პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან რთულია და სულ ძიებაში ვართ, სულ ახლის ძიებაში ვართ და ეს ალბათ ეს პრობლემა კიდევ უფრო გართულდება და გართულდება დროთა განმავლობაში. მაქედან გამომდინარეც იდეაში ჯონ დირი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ტექნიკა ისე გააკეთოს, რომ ელექტრონული ჩარევით ხდებოდეს ყველაფრის მოგვარება და არ იყოს იმდენად ფიზიკური ჩარევა საჭირო ტექნიკის საუცილებელი არის ინჟინერიის ცოდნა და გამოცდილება საჭირო. კი, ანუ ესე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად ხანგრძლივ დროზე გათვლილი ტექნიკას აკეთებს, რომელსაც, აი ვთქვათ, ოფისში მჯდომი კომპიუტერიდან დაინახავს, რომ აი ვთქვათ, ამ რემენს თუ როგორ და ან ეს ფილტრი შესაძლებელია ვთქვათ 5 საათში და უკვე სერვისი ეუბნება რომ წადით. ანუ ეს არსებობს უკვე. ნუ ეს მხოლოდ ფილტრზე არ არის, ეს იგივე სენსორზე, ის წინასწარ ეუბნება ტრაქტორი რომ ამ სენსორს რაღაც პრობლემა ქონდა და ალბათ 50 საათში უნდა შეცვალო და ასე შემდეგ. ანუ
აქეთკენ მიყავთ John Deere-ს, რომ როგორმე ადამიანის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანოს. დღეს გონი ძირითადი სექტორები ყველა მიდის ნელ-ნელა მაქეთ, რომ რაღაცნაირად ჩაერთოს ეს ავტომატიზირებულობა, იქ AI ტექნოლოგიები, სხვადასხვა თულები, რომ ცოტა. ხო, ანუ ყველგან პრობლემა გახდა ფიზიკურად ადამიანის შრომა და Gen-Z განსაკუთრებით განსხვავებულია დღეს. ხო, Gen-Z-სთან ხო, ცოტა გვაქვს სხვაობები და ცოტა პასუხისმგებლობის პრობლემები გვაქვს, ცოტა. სხვანაირი ხალხია რა. ხო, ნუ ალბათ, ხო. ჩემთვის ცოტა რთულად ალბათ თუ ძალიან აინტერესებს, ძალიან მაგრად აკეთებს. ძალიან აინტერესებს, თუ აინტერესებს, ჩავით გადავარდნილია და საუკეთესოა ჩემი აზრით რა. რთულია რა. დაინტერესების მომენტი არის. ხო, ტრაქტორი დაინტერესო, ეხლა Gen-Z, როცა AI-ა და კომპიუტერიდან სახლიდან შეგიძლია იმუშაო, ტრაქტორის ქვეშ შეძვერიო რა. კი, ძალიან აქ რა მინდაო. სექტორი ზოგადად ისეთია, რომ ნელ-ნელად თუ რაღაცა აი კარგად უნდა დაინახო რა, ეხლა ჩვენი პოდკასტის თავარი ინტერესიც ეგ არის, რომ ცოტა ფართოდ დავანახოთ სექტორი განმხოლოდ ამ სექტორში ისევ არსებულ ხალხს, ცოტა გარედან ვინც არის, ვისაც რაღაცა შეიძლება რეგიონთან კონდეს კავშირთან, თუნდაც საერთოდ არ კონდეს, იმიტომ რომ ზოგადად თუ ერთხელ ჩაები, ხა ჩემთვის ეგეთი იყო მაგალითად, ხა მე საერთოდ ამ სექტორში არ ვიყავი, დამირეკეთ და აი რაღაცნაირად ესე პატარ-პატარ ნაბიჯები დავიწყე ხა თავიდან საერთოდ სხვაგან რა, ხა სხვა მიმართულებით ესე რო თქვა და მე ნელ-ნელა იმდენ ჩავერთე და იმდენ დავინტერესდი რომ აი ბოლომდე გადმოვეშთავი და მე მგონია რომ ყველას ეს მომენტი ჭირდება რომ რაღაცნაირად ცადოს, ნახოს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სფეროა და თუ ეს არ მოხდა Gen-Z სხვანაირად მე ეჭება. ყველაზე კარგი და ასე თქვა ყოველთვის რო აღნიშნავთ არის რომ ჩვენზეა დამოკიდებული მსოფლიოს გამოკვება ესე ვთქვა. თუ ტრაქტორი არ იმუშავებს, ბოდიში ახლა ხარებით და ცხენებით ხო ვეღარ გამოკვება მსოფლიოს და მაგიტომ ჩვენ ისეთ ტექნიკას ვყიდით, რომელსაც მოაქვს დოვლათი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და იგივე იმ ფერმერისთვის და მაგ მხრივ ძალიან ასე ვთქვათ წყმალად გძინავს რა არ ვყიდით რაღაც ისეთს რომელიც ავნებს ვინმეს ცხოვრებაში პირიქით ვყიდით ისეთ რაღაცას ასე ვთქვათ ტრაქტორი იქნება თუ რაც იქნება რომელიც ყველას გამოადგება და ყველას ჭირდება და აი მაგ მხრივ თუ შეხედავ ამ ბიზნესთან პლუს იგივე ის ფერმერიც გინდა ქართველი იყოს და გინდა ამერიკელი და გინდა აზერბაიჯანელი რომ მიდიხარ რაღაცნაირად ყველა ღია ადამიანია, ყველა ჯერ კიდე ადამიანია, ესე ვთქვათ. აი რობოტად არ არის ქცეული და მაქსიმალურად კომუნიკაბელური, მაქსიმალურად ცდილობს რომ გასწავლოს, აკიხსნას და შენც იქნებ რაღაც გამოგივიდეს როგორც იმას გამოვიდა. კი ბატონო, გეთანხმები მაგაში 100%. ანუ ნელა ის დაინტერესება იმედია გაჩნდება რა, იმიტომ რომ ჩვენ იმდენ ადამიანს ვნახულობთ რა რეგიონებში, ფილდზე თითქმის ყველას ყავს პატარა ბიჭი უკვე და ეს ნელ-ნელა უკვე იზრდებიან იმ ასაკში მოდიან რომ რაღაცნაირად შეიძლება აიღონ რაღაცები თავის თავზე და ჯერ ძალიან იშვიათთან შემხვდა რომ აი ჩართულია ეს ხალხი. მე ესე ვიტყოდი რა, ახალი თაობა აუცილებელია რომ შემოვიდეს და ახალი თაობა რომ შემოვა, აი დარწმუნებული ვარ რომ ისინი გადაერთვებიან ახალ ტექნოლოგიებს. და ხა მარტივი ენით რო ვთქვა, ადამიანი რომელმაც 13 წლის წინ იყიდა John Deere, აუიც ალბათ სოფელში თუ არა რაიონში ნომერ პირველი ადამიანია უკვე. იმიტომ რომ იმან John Deere-ის მერე შეიძლება სხვა ბრენდიც იყიდა, მაგრამ ის მიხვდა რომ იმ ძველი ტექნოლოგიით და ძველი ტრაქტორით ის წინ ვერ წავიდოდ. ერთ წრეზე დადიხარ გაფუჭდა გააკეთე, სეზონი დამთავრდა, გაფუჭდა გააკეთე. ანუ თელი წლები. მოსავლის აღება როდის არის, როდის უნდა შეირგო ის შენი ნაშრომი, არა, სულ ტრაქტორის ქვეშ ხარ. სულ. ანუ შეიძლება ვინმე ახლა გაეცნოს მოწონს ეს ძველთაობა ძალიან. ხო, სხვათა შორის აი მეზობელ ქვეყანაში მქონდა ეგეთი ისა კომენტარი, რომ არ არის პრობლემა გატყდეს, დავასვარგ. ხო და ჩემთვის ახლა ეს წარმოუდგენელია უკვე ანუ საქართველოს რეალობიდან, რომ არავის აღარ უნდა ეს დავასვარგებ, რომ არ გატყდეს. ხო და მე მგონია რომ ახალი თაობა ამ ახალ ტექნოლოგიებს უფრო მარტივად ხარისხს სხვანაირად დააფასებდა. კი და პლუს იმასაც დაინახავს რა ცოტა აი თქვათ მისმა მამამ თუ ბაბუამ ვინც უკვე ან John Deere იყიდა ან თუნდაც სხვა რომელიმე ხარისხიანი ბრენდი
რო უკან გაიხედავს და მეზობელს გადახედავს, რომ ესაც არ ყავს და ეს წინა ბევრად, მიხვდება, რომ კიდე უფრო წინ უნდა წავიდეს. დღესდღეობით როგორ გითხრათ, აი 2012-13 წლიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, სოფსმეონების განვითარების ბუმი, რომელმაც მოაღწია აი აგერ 2000 ალბათ კოვიდის დროსაც კი ჯერ კიდე ბუმი იყო. აი მაგის შემდეგ ძალიან ვარდნისკენ მივდივართ, მაგრამ ნუ ახლა როგორ დავიწყნარო თავი ამით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს, ეს მსოფლიოში ეს ტენდენცია, რომელსაც ასე ვთქვათ, მეცნიერულად ვერავინ ვერ ხსნის, საით მივდივართ და რატო ხდება ესე, მაგრამ ხდება ის, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ძვირდება, საწვავი ძვირდება და პროდუქცია არ ძვირდება. ანუ ფერმერისთვის არ ძვირდება თორე სუპერმარკეტში ძვირდება, მაგრამ ფერმერისთვის იქ არ ძვირდება. და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ წუთას და რაღაცნაირად თითქოს ვერ ვიტყოდი რომ სპეციალურად, მაგრამ რაღაც გათვლებით თუ რაღაცით მიდის იქეთკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს სოფსმეურნეობაში დაკავებული ფერმერობით. ხო, აი არ ვიცი მე. ანუ თითქოს ახდენენ დიდი გლობალური, ვთქვათ, ჯგუფების თუ ფერმების გაზრდას კიდე უფრო. რა საით მიყავთ არ ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ ну ჩვენ პატარა ქვეყანაში ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ როცა ესე დიდი მეზობლები ყავს გარშემო, რომელსაც ძალიან დიდი მინდვრები აქვს, ჩვენ ძალიან გვიჭირს, რომ ჩვენ ფერმერს კონდეს სწორი შემოსავალი, იმიტომ რომ ძვირი უჯდება და ძალიან იაფადყიდის. კი, და მე ხარ ძალიან რთული ხა მაგ დროს რაღაცა ხელმისაწვდომობა გაიჩინო, რომ ეს ახალი ტექნოლოგიები ჩართო შემეურნეობაში, როგორც არ უნდა გიზრდეს. ზუსტად ეგ მომენტია ეხლა. და ცოტა უფრო კიდე გავაღრმავებდი, საითაც მივდივარ, ზუსტად ეხლა ხდება შემოტრიალება ტექნოლოგიური, რომ გადავერთეთ ჩინური და ინდური ტექნიკისკენ. კი, მაგაზე ცოტა მოგვიანებით კარგად გითხო, იმიტომ რომ ეგ დღეს ძალიან ისეთი ხო, ტენდენცია ეგრეა უკვე და არ ვიცი, ეს ანუ შეგვატორმუზეს, მე არ ვამბობ გაგვაჩერებს, მაგრამ ძალიან ხო, არა, ნუ ბრენდიდან რაღაცა კაი ტალღიდან მანდ გადასვლა ძალიან რთულია. კი, ბატონო. ჩვენი პორტფელის თავარ ბრენდზე John Deere-ზე მინდა კითხო, რამდენიმე რამ ხახსენე რომ ავირჩიეთ და დავიწყეთ John Deere, Agromotors-ი, ასე შემდეგ. აი მე მაინტერესებს, აი რატომ აირჩიე John Deere იმ მომენტში ეს ხარისხი და ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვათ თუ იყოს სხვა ალტერნატივა, თუ ეს იყოს საუკეთესო ალტერნატივა და ერთი რო შენ აირჩიე და რატომ აგირჩიე John Deere-მა შენ? იმიტომ რომ ისეთი ბრენდია მთელ ისტორიას ნუ მომაყოლებ ხა თორე მოკლედ მაინც იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რა ხამხელა ბრენდი ამ პატარა ქვეყანაში დიდი სიტყვაა ძალიან მან იყო როგორ გითხრათ რა სწორად მინდა რომ თქვა თან მოკლედ რომ უნდა თქვა არ იყოს მოკლედ მე არ მაქვს პრობლემა ანუ John Deere-ს აქვს ძალიან დიდი ისტორია და გამოცდილება არა მარტო წარმოებაში და თქვა ტრაქტორის კეთებაში, ასევე დილერებთან ურთიერთობაში. და John Deere არასდროს არ ცდილობს იჩქაროს, რომ ქვეყანაში შევიდეს, იმიტომ რომ თუ არ შეხედა, რომ ამ ქვეყანაში ეს ტექნიკა შეიძლება გაიყიდოს, საერთოდ ანუ ესე ვთქვათ, X-ი აქვს გადასმული და არც აინტერესებს. ანუ იმდენად გლობალური ბრენდია, ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც სოფსმეურნეობაა განვითარებული, ჩათვალეთ მსოფლიო ბაზრის პრემიუმ ბრენდებში 50%-ზე მეტი უჭირავს დღემდე, გლობალურად. კი, გლობალურად. და ეს ხარისხი რაც აქვს, ინარჩუნებს. ეს ხო კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქარხნის დამსახურება, ეს არის სწორი დილერების და სწორი მიდგომის დამსახურებაც და საქართველოში რო შემოვიდა, პირველი მცდელობა ჰქონდა და ნუ ბევრი დრო და ენერგია დახარჯა John Deere-მა, მაგრამ სამწუხაროდ არასწორი დრო და არასწორი პროდუქტი იყო, ეს არ იყო John Deere-ის ბრალი, ეს იყო შეიძლება, ნუ დილერს დავაბრალოთ, მოდი, მარტივად რო ვთქვათ, მოინდომა ადამიანმა, იყიდა, შემოიტანა ცა და არ გამოუვიდა. ნუ არაფერი. მაგის შემდეგ უკვე John Deere ძალიან ისე ფრთხილად მოუდგა ჩვენ ბაზარს და ძალიან მომხიბვლელი შემოთავაზებები ჰქონდა. სხვადასხვა დიდი კომპანიებიდან საქართველოში, რომლებიც პირდებოდნენ, რომ აი ჩვენ ნომერ პირველები ვართ, ჩვენ ესა ვართ, ჩვენ ისა ვართ, ჩვენ ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ. მაგრამ John Deere-ს ჰქონდა ხოლმე სულ 3 თუ 2 კითხვა, რომ მეყოლება თუ არა ჩემი გაყიდვების ჯგუფი,
მეყოლება თუ არა ჩემი სერვისის ჯგუფი, მეყოლება თუ არა ჩემი სათადარიგო ნაწილების ჯგუფი, ეს იყო ერთი მიმართულება. მეორე იყო მექნება თუ არა ცალკე შენობა, ნაგებობა და ასე ვთქვათ, რამდენად პრიორიტეტული ბრენდი ვიქნები შენს 100 მომწოდებლიან ჩამონათვალში. ვიქნები ნომერ 1 თუ ნომერ 25. ანუ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო ესე იგი რაღაცა კრიტერიუმები, რომელიც ისტორიულად იცის ჯონ დირმა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. და ზუსტად ეგ ვერ დაინახა ჯონ დირმა ვერც ერთ დიდ კომპანიაში, რომ მათთვის სოფლის მეურნეობა იყო პრიორიტეტი. არც ერთისთვის სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის ტექნიკა არ იყო პრიორიტეტი. მათთვის იყო მთავარი კიდევ ერთი ბრენდის ნიშანი ჩამოეკიდათ ოფისის წინ. და ეს ძალიან კარგად დაინახა ჯონ დირმა თავის დროზე, იმიტომ რომ გამოცდილება აქვს უდიდესი. და როდესაც მე მომწეს ჯონ დირმა დილერობა ეს იყო, პირდაპირ მითხრეს, რომ ისტორიაში ვინც პირადად გადაწყვიტა ჩემი საკითხი 20 წელი იყო მაშინ უკვე ჯონ დირში მუშაობდა და მითხრა რომ ცხოვრებაში ერთხელ იყო პოლონეთში მივეცი დილერობაო ადამიანს ვისაც მხოლოდ ერთი მიკროავტობუსი ყავდაო და შენ ეგეც არ ახყავსო ხოდა აქ თავარი იყო პიროვნული გადაწყვეტილება ისინი მიხვდნენ რომ მე მთელი ჩემი დროით ენერგიით ვიყავი ჩართული ამ ბრენდის განვითარებაში მინდოდა რომ სოფლის მეურნეობაში ყოფილიყავი და ზუსტად ეს დაინახეს. ანუ ეს იყო ძირითადი გადამწყვეტი, იმიტომ რომ ფინანსურად ეხა მე ვერანაირად ვერ ვეჭიდავებოდი იმ მონსტრებს, მაშინ ვინც ცდილობდნენ ჯონ დირის დილერობის აღებას. ეს იყო სუფთა პიროვნულ დონეზე, მათ დაინახეს პოტენციალი ჩემში, მიხვდნენ რომ მე თუ ამას მივიღებდი მთელ დროს და ენერგიას ამაში დავხარჯავდი და წარმატებასაც მივაღწევდი. ეხლა ისეც არ ყოფილა რომ მხოლოდ ლამაზი თვალებისთვის, რა თქმა უნდა, თავისი პირობები ქონდათ, თავისი ვადა მომწეს, იმ 5 წელიწადში რა უნდა გამეკეთებია ზუსტად გამიწერეს და დილერობის ხელშეკრულებაც ერთწლიანი გამიფორმეს, რომ თქვა თუ არ გამოვიდოდა ერთ წელიწადში შეეძლოთ მათ შეეცვალათ. ახალი დილერი მოიზრდებათ ბაზარზე. კი, და ესე თითო წლით გვიგრძელებდნენ და ბოლოს უკვე 5 წლის შემდეგ მოგვცეს სამუდამო დილერობა საქართველოში. საკმაოდ დიდი სიტყვა. კი, ეს იყო დამერწმუნეთ ნდობაზე და აი როგორ გითხრათ რა ადამიანში რომ დაინახავ რომ ის ამ საქმისთვის თავს გადადებს. აი ეს ორი მომენტი იყო. ძალიან გასაკვირი არის ისე რა ამ ხელა ბრენდისგან ესეთი ნაბიჯი განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, თორე ხა მე როცა შენ შედეგი დადე, თავისთავად მე ვიტყოდი რომ ეგ გამოწეული იყო ბაზრის ანუ ზომისგან გამომდინარე, ანუ საქართველოს არ არის ჯონ დირისთვის კრიტიკული ბაზარი და თავარი იყო მათთვის რომ აქ ისეთი ადამიანი ყოლოდათ, რომელიც მხოლოდ ჯონ დირზე იქნებოდა ორიენტირებული. და არა თან ჯონ დირს გაყიდდა თან კიდევ რაღაცას და ჯონ დირს დროს არ დაახარჯებდა და ენერგიას არ დაახარჯებდა, იმიტომ რომ ფერმერი რო რეკავს, იქ უნდა იყო. იმას არ აინტერესებს შენ სერვისი ცალია თუ არ ცალია. მეორე ბრენდზეც კითხავ ასევე საკმაოდ ესეთი ცნობილი გლობალური ბრენდი იტალიიდან ანტონიო კარარო, რამაც სულ რაღაც ახალი ბრენდია რამდენიმე წლის ჩვენს კატალოგში და რა ნიშა შეავსო ამ ბრენდმა ბაზარზე და რატომ გაჩერდა არჩევანი ამ ბრენდზე იმ მომენტში როცა გაჩერდა? ანტონიო კარარო მოდი ესე ვთქვათ რა, ჯონ დირთან ჩვენ გვაქვს ჯენტლმენური შეთანხმება რომ ჩვენ იმ ტრაქტორს და იმ სეგმენტს არ გავყიდით, რაც ჯონ დირს ყავს და ფარავს. სულ ქონდა ჯონ დირთან ესეთი სპეციფიური ტრაქტორების პრობლემა, მცირე სავენახე საბაღე ტრაქტორები. ყავს ჯონ დირს ეს მიმართულება, მაგრამ ფინანსურად ესე ვთქვათ, ფასით ვერანაირად ბაზარს ვერ მოვერგეთ და ძალიან ადეკვატურად ჯონ დირმა მიიღო ეს ამბავი და თქვა რომ შენ საქმეს მიხედე ესე ვთქვათ რა, აქ მე ვერ გეხმარები, პრობლემა არ მაქვს, შეგიძლია თვითანამშრომლოთ ვისთანაც გინდათ რა და პირველი მიზეზი ალბათ ვიტყოდი, რომ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ესე მსოფლიო ბრენდთან და ნომერ 1 ბრენდთან ურთიერთობით ჩვენ საკმაოდ წინ წავედით, იგივე ფერმერს ურჩევს უყველას. მე რო ალბათ რაიმე ჩინური ბრენდით დამეწყო, ჯერ კიდევ იქ ვიქნებოდი და ამის მაგალითი ბევრია ქვეყანაში, რომ დაიწყეს ჩინური და ჯერ კიდევ ჩინურ ბრენდებზე არიან და ვერც ხედავენ პერსპექტივას ხარისხიან ბრენდებში.
და ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი და მეორე ის იყო რომ ბაზარზე გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა. სპეციალიზებული მიმართულებით. გაიზარდა ეს კულტურები, ჩაერთო განსაკუთრებით ეს კაკლოვანი მეურნეობები, გააქტიურდნენ. მაგაში ახლა პირდაპირ ვიტყვი რომ თქვა გაყიდვების დიდი დამსახურება იყო, იმიტომ რომ ახლა მე როცა ვყიდი John Deere-ს ერთად ვყიდი დიდ ფერმერებზე, რომელსაც დიდი მინდვრები აქვთ და ასე შემდეგ. ანუ კომპანია ვითარდებოდა ამ მიმართულებით და რომც ნახოთ, თქვა დედოფის წყაროს აიღებთ თუ ლაგოდიხს აიღებთ თუ რავი, სადაც დიდი მინდვრებია, John Deere დომინანტია ყველგან და ყველგან ბევრად მეტია გაყიდული ვიდრე სხვა ბრენდი. და ჩვენ დიდი გამოცდილება არასდროს არ გქონდა კომპანიაში, თქვა ეს საბაღე და ვენახის მიმართულებით და ნელ-ნელა ეს უკვე ახალი გაყიდვების ჯგუფი რო შეიქმნა, ახალგაზრდები რო შემოვიდნენ, მათ უფრო დიდი პოტენციალი დაინახეს და ამან მოიტანა ყველაფერი ერთად. იგივე რესურსმა, რომელიც უკვე დროს ხარჯავდა, რომ ეს მიმართულება განევითარებინა და პლუს ბაზრის მოთხოვნა, რომ კარგი და ხარისხიანი ტექნიკა კიდევ ერთი ბრენდი ყოფილიყო საქართველოში. კი ბატონო, თანიდანად უნიკალური, რომ თითქმის კონკურენტი არ ყავს არც ამ, არც გლობალურ ბაზარზე თავისი ოპციები და ფუნქციებიდან გამომდინარე. კი, ნამდვილად ეგრეა და ვისაც ყავს, ყველა აღნიშნავს, რომ ეს უკვე საერთოდ სხვა არის. რაც არ უნდა ვთქვა, თუნდაც John Deere-ს არ ვაკნინებ, მაგრამ თუნდაც John Deere-ი რო ავიღოთ, არა, იმიტომ რომ John Deere-ი მაინც არ არის იმ სიღრმისეულად მაგ მიმართულებაში და ვერა, მაგრამ ანტონიო კანაროზე რო დაჯდები, უკვე ხვდები, რომ აი ეს არის ამისთვის და მორჩა რა. კი. და უკვე აღარ ეძებ არაფერს სხვას. ეგ არის. კი ბატონო, გეთანხმები მაგას სავსებით რა. John Deere-ს მაგ მიმართულებით ხო ეს ძალიან სწორად აღნიშნე, რომ რაღაცები განსაკუთრებით ფასის ნაწილში ბევრად დიდი ლავირება ჭირდება, რომ რაღაც კონკრეტულ ბაზრებს მოერგოს, მაგრამ ევროპის მიმართულებით, აი ხა ესპანეთი და ეგ მიმართულება რო აიღო, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთიც, ამ კაკლის მიმართულები ძალიან საინტერესო მოდელები იყო, ჩვენ ერთი ჩამოვიყვანეთ აგერ ახლახანს რაღაც რამდენიმე თვის წინ, კაკლის მიმართულებით, საოცარი უკონკურენტო ტექნიკა რა. კი, ეგ უკვე ცხენისალებ გაიზარდა და იმიტომ იქ ვართ. სადაც ძლიერია, იქ არის უკვე მაგალი ცხენისალე. კი, მაგაში გეთანხმები. ანუ ამდენი ხა ყოველდღიურად იყურებ ეს ამ ხელაში რომ ამდენი ჩართულობა ეს აქ ხა სამომკიდე ცოტა ხანში ვიტყვით აზერბაიჯანზეც ამ ხელა ბიზნესთან ერთად აი როგორ ახერხებ რომ აი ბალანსი იპოვო სამსახურს და ამ ხელა ბიზნეს და ოჯახს პირად ცხოვრებას შორის. რთულია პირდაპირ გეტყვი. დარწმუნებული. მან არის ალბათ ოჯახის მომენტის, რამდენად გამგებიანი ოჯახი ყავს და ესმის შენი, მაგრამ რთული არის ალბათ პირველი 5-7 წელი, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, რომელიც ყველა ბიზნესმა უნდა გადალახოს, ანუ მან გაქვს ყველაზე მეტი კრიზისები. და გინდა თუ არ გინდა, მართლა დღე და ღამე ხარ გარეთ, დღე და ღამე ხარ კომპანიის პრობლემებში ჩართული და მათ მოგვარებაში. ამის გამო ხო, ყველგან შენ ხარ ელემენტარული პრობლემიდან დაწყებული უდიდეს პრობლემამდე, შენ ხრებზე და შენ გადაწყვეტილებებზე გადადის და ამ დროს ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, ოჯახი ცოტა გვერდზე დგას. გინდა თუ არ გინდა რა, შეიძლება ძალიანაც არ გინდოდეს, მაგრამ ეგრე გამოდის. ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თუნდაც აი 7 წელი რო ავიღოთ, პლუს მინუს დაახლოებით ესე, უკვე ალბათ მოდის ის დრო, რომ შეგიძლია უფრო მეტი ფუნქციები გადაანაწილო თანამშრომლებზე და ამით გაიმარტივო და მეტი დრო გამონახო ოჯახისთვის და საბოლოოდ ესე მინდა რომ ვთქვა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან რო გადავხედო, ალბათ მაინც შენი პიროვნული გადაწყვეტილება და შენი გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა გაყო. და თქვა, რომ არა, ეს დრო არის ოჯახის, ეს დრო არის სამსახურის. ეს არის იდეალური ვარიანტი. ამას თუ შეძლებადია, ამას თუ შეძლებ, ეს არის იდეალური ვარიანტი და მე ესე ვიტყოდი, რომ კი ბიზნესი აუცილებელია და დრო უნდა დაახარჯო, მაგრამ ოჯახიც არის ნომერ პირველი და ყველა ვარიანტში შენი დრო უნდა მოახმარო იმ შენ შვილებს, მეუღლეს და ასე შემდეგ და
თუ შეგიძლია და ეს ისე გააკეთო, რომ თქვა იგივე შენი ოჯახის წევრებიც ძალიან ბედნიერები იყვნენ შენს გვერდით და შენ საქმეში და ჩემი პატარა რომ მოდის ახლა ტრაქტორიდან ვერ ჩამოყავს. რომელზეც ის ხანო ძალიან უყვარს. ამას თუ შეძლებ იდეალურია, იმიტომ რომ იმათვისაც უკვე მარტივი გასაგებია, რომ რატო არ ხარ, თქვა ერთი კვირა სახლში და რატო ხარ სადღაც გადაკარგული საზღვარგარეთ, ხო? ან თუნდაც ამის პირველ და 2 საათზე რატო მიდიხარ რაღაც კომბაინის ანახავად და ასე შემდეგ. ეგ არის ყველაზე დიდი კომპრომისი რა, ეგ მაგწლების განმავლობაში ძირითადად, ეგ რაც გიწევს რომ გაიღო, თუ გინდა რომ რაღაცამდე მიხვიდე, ხო? კი და მაგ დროს ალბათ ის ოჯახის წევრებიც უნდა დაგიდგნენ მაქსიმალურად გვერდში. გაგებით მოეკიდონ ყოველ შემთხვევაში, რომ შეიძლება იმხელა შემოსავალიც არ იყოს, მაგრამ მე ვხვდები თქვა იგივე ვინც თავშია და ისიც დაწყებულია, რომ ეს რაღაცა შედეგს მოიტანს. იმას გონია რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავ და შედეგი არ არის. ანუ ესე თქვა გინდა შემოსავალი იყოს და გინდა დრო, ანუ დროც ბევრი მიაგდეს, შემოსავალი ცოტა მოაქვს და აი ეს გარდამტეხი მომენტია, როცა უნდა ერთად გაიაროთ. იმათონ გეთანხმები მაგაში. აი შვილებზე მინდა როგორ რაღაც კითხო იცი, აი რამდენად გინდა რომ ამ სექტორში ჩაებან, გააგრძელონ ეს მიმართულება? ხო, ეგეც კარგი შეკითხვაა. მეტყვი სექტორი ძალიან ისეთია. მოდი ესე ვიტყოდი რა. მე ხო მარტო თქვათ ეხა ტრაქტორები არა, უფრო თქვათ მიწაც ვიყიდე, თქვათ ბაღიც გავაშენე, ვენახიც გავაშენე და ჩემი აზრით ამ ორ მიმართულებას თუ აკეთებ, მართლა ბედნიერი ხარ ადამიანი, იმიტომ რომ ის სტრეს რასაც იღებს სამსახურში, მიდიხარ და იმ შენ ბაღში თუ იმ შენ ვენახში რომ მუშაობ, არა აუცილებელი ფიზიკურად ტრაქტორზე ზიხარ და წამლობ ან რა ვიცი მე მულჩერს აკეთებ. ამით გამოხვიდი ამ სტრესით. ეს არის იდეალური ბალანსი ჩემი აზრით და პარალელურად, რა თქმა უნდა, ოჯახიც უნდა იყოს, ეს მეღვინეობა იქნება თუ მებახეობა, ოჯახური ბიზნესი და აი აქ უფრო ვხედავ. ეხლა კონკრეტულად რო თქვათ, მხოლოდ კომპანიის ან დირექტორი იყოს, ან რაღაც ეგეთი იყოს, ეგ უკვე თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მე არ ვაძალებ. ან მე არა ვარ ისეთი, რომ აი მაინც და მაინც ჩემ კომპანიაში უნდა იმუშაო, რა ვიცი, წავიდეს ნახოს მსოფლიო საზღვარგარეთ ისწავლოს, საზღვარგარეთ იმუშაოს, იქნება რაღაც ახალი ნახოს, იქნება რაღაც უკეთესი ნახოს, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მაინც სურვილი მაქვს, რომ ეს გაგრძელდეს და ანუ ასე ვთქვათ, John Deere ყავს დილერები, რომელიც მე-6, მე-7 თაობა აგრძელებს და არიან დილერები და იზრდებიან. ანუ ეგ არის მთავარი, რომ ვითარდები და იზრდები. კი ბატონო. ხო, ხა ამხელადობა და ამხელა ისტორია მე რაც შეიძლება ამ თაობებს მოყვეს, ესეთი ახლა ძალიან საინტერესოა მართლა. კი. ვენახი ახსენე და მაგაზე კითხავ, მოკლედ, ანუ სოფლმეურნეობის სექტორის გარდა არის შენი მიმართულება ვენახიც, ღვინო და მუნიციპალურ მიმართულებაშიც ხარ ჩაბმული. ამაზეც რომ მოგვიყვეთ ცოტა ვენახი რატო საერთოდ და სად და ხა კი ვიცი რომ ასე გიყვარს და საერთოდ სხვა გადაცება, მაგრამ აი რომ მოგვიყვე. ნუ მე თვითონ ვარ ბაღდათიდან, იმერეთი. რა ვიცი, ყურძენთან და ღვინოსთან სულ მქონდა შეხება, იმიტომ რომ ბაღდათის რაიონი ეგეთია, სულ იყო მეღვინეების რაიონი. 3 მეღვინეობა, 3 ღვინის ქარხანა იყო ჯერ კიდევ კომუნისტების დროს და მიწების ალბათ 90% სულ ვენახი იყო. ნუ ცოტა იყო სიმინდი და ცოტა ალბათ რაღაც კიდევ. ხო, ასე ბაღჩა და ის. ეგრეთ წოდებული ბჟოლა. ეგ იყო და ეგ და ნუ მაქედან გამომდინარე ჩვენ ოჯახში ხა ღვინო სულ ყენდებოდა, კეთდებოდა. ეს კახელებმა შემიწვა, არა, ყენდებოდა. ღვინო არ კეთდებაო კახელებმა, ყენდებაო. თორე იმერეთში ამბობენ რომ ღვინო კეთდება და ღვინო მაშინ მართლა კეთდებოდა კომუნისტების დროს. ეს რო არის რაღაცა ნათხოვარი ჭაჭა და რაღაცა, ეს რეალობა იყო იმერეთში, იმიტომ რომ შაქარი იყო მთავარი, რითაც ღვინო კეთდებოდა და ნუ დრო მოიტანა ისე რომ აი მივხვდი რომ ღვინო უნდა იყოს კარგი და ღვინო უნდა იყოს სუფთა და გვინდა თუ არ გვინდა რაღაც ისე მოხდა რომ კახეთ ძალიან დიდი ყურადღება მიექცა მაგ მიმართულებით, ძალიან ბევრი მეღვინეობა, ძალიან დიდი მარნები, შატოები და აი ეგ ძალიან კარგი. კი, ძალიან. ანუ ეგ იყო რაღაც ძალიან დიდი ესე ძვრა კახეთის რეგიონის განვითარებისთვის და იმერეთში თითქოს დაიწყეს, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ნელა ვითარდება ეს მიმართულება მეღვინეობის და ხარისხობრივათაც
ყავს ძალიან კარგი ღვინის მარნები, რომლებიც მართლა უნიკალურ ღვინოებს აკეთებენ, მაგრამ არიან ცოტა. და არა აქვთ დიდი რაოდენობით. ანუ იმერეთში არ არის ეს. ხო, ხა პარტობები 1000 გექტარი კონდეს რა, რა ვიცი, ალბათ 200 გექტარიანიც შეიძლება ხარებას კონდეს. ხო, მაქსიმუმ. ბაგრატიონს 150 გექტარი რა. ანუ პატარა ფართობები, პატარა მეწარმეები, და ეგ არის იმერეთის პრობლემა, რომ ჩვენ ხა შეიძლება არ ვართ ისეთ დიდ და მასშტაბურ წარმოებაზე გათვლილი, მაგრამ გადაწყვეტილება იყო ესეც ჩემი მხრიდან, რომ ქონოდა სადღაც 4-5 გექტარი. და გვეწარმოებინა ის უნიკალური ჯიშები, რაც თქვა იმერეთში მოდის და იქაურ ლოკალური ჯიშებია და არც გვაქვს გათვლა, რომ მაინც და მაინც დიდ ბაზრებზე უნდა გავიდეთ, გათვლა გვაქვს, რომ პატარა ისეთ უნიკალურ ბაზრებზე გავყიდოთ ის რაოდენობა, რაც გვექნება, ალბათ სადღაც 50-დან 100,000 ბოთლამდე. კი ბატონო, მაქსიმუმ. ეგ არის გათვლა. ანუ რეალურად ფიქრობ ექსპორტის მიმართულებას ღვინის კუთხით რა, ანუ რეალურად პოტენციალი გონი მანდარი ისედაც რა. რეალურად დაწყებული გვაქვს უკვე მაღაზია მუშაობა, პირველი ესე ვთქვათ, პატარა პარტია გავიტანეთ ლოს-ანჯელესში, კომპანია დავარეგისტრირეთ, იმპორტიორები გავხდით, დისტრიბუტორები ჯერ ვერ გავხდით, დაახლოებით წელიწადნახევარი, ოღონ ამერიკელების დახმარებით წელიწადნახევარი მოვდით საბუთების მოგვარებას. ახლა ბიუროკრატია მოკლედ იმპორტი შეუძლებოდა, კი. აქედან ამ მომენტი, ანუ იქიდან არის ეს, ესე იგი, რომ იქიდან არის ძირითადი. აქედან არაფერი, ღვინის აგენტოში ყველაფერი ასე ვთქვათ, მოწესრიგებულად მიდის პროცესი. მე ძალიან მომწონს ის, რომ ხდება და მკაცრდება კიდევ უფრო, რა ვთქვათ, სად არის ღვინო მოკრეფილი, სად არის დაწურული, რა დააწერე, რამდენი გაიტანე, რამდენი გაყიდე, ანუ ამის კონტროლი ხდება. ეს ღვინის ხარისხისთვის აუცილებელია. კი, ალბათ რაღაც ლავირების საშუალებები არის კიდე და შეიძლება ვიღაც ლავირებს, მაგრამ ჩვენაირ პატარა მწარმოებლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პროდუქტი მეც ვიცი და მომხმარებელმაც რომ არის ნამდვილად სუფთა და ნამდვილად კარგი. კი ბატონო. მუნიციპალურზეც რო გვითხრა, როგორ რატომ რანაირად ეგ მიმართულება? ეგ დღემდე 2000 რომელი წლიდან ალბათ 8 წლიდან აგრომოტორსამდე ვიყავი ძალიან ჩართული ამ მუნიციპალური მიმართულებით და ძალიან ბევრი სახელმწიფო ტენდერი მაქვს მოგებული მუნიციპალური ტექნიკის მიმართულებით, ძირითადად სახანძროები და დასუფთავების მანქანები და პლუს ურნები. კი ბატონო. და ამ მიმართულებით თავის დროზე ან ჩვენი სიტყვა ვთქვით, მაგალითად ის რომ ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში Mercedes-ის დასუფთავების მანქანები დადიან, ეს პირადად ჩემი და ჩემი კომპანიის დამსახურებაა. ძალიან ვიჭიდავთ მაშინ ამისთვის, რომ Mercedes-ი ყოფილიყო და არა სხვა ბრენდი. და Mercedes მაშინ ანუ არ ყავდა წარმომადგენელი? კი, ყავდა, მაგრამ ადგილობრივი დილერი ძირითადად მსუბუქ მანქანებზეა გადართული და სატვირთოებში იმდენად არ იყო ჩართული, თორე საგარანტიო სერვისი ყველაფერი უკვე Mercedes-მა გადავიდა იქ ხარ. კი, რა თქმა უნდა. ხო, ანუ მაგის გარდა კიდევ ბევრი სახანძრო ავტომობილი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რომელსაც ახალად თანამედროვე იყიდა და ისე მოხდა შემდეგ რომ ჩვენ ორი კომპანია გვქონდა, ერთ-ერთი კომპანია შემდეგ მე გამოვედი დამფუძნებლობიდან და ალბათ რამოდენიმე წლის წინ ისევ ჩემ ჩეხ პარტნიორთან ერთად, რომელიც ძალიან დიდი მწარმოებელი არის ჩეხეთში, პოლონეთში აქვს ქარხნები, გავაგრძელეთ, ესე ვთქვათ, ეს მიმართულება, დავარეგისტრირეთ კომპანია საქართველოში და არ ვიტყვი რომ ძალიან აქტიურად ვართ იქ, იმიტომ რომ დროის გამო, ძირითადი დრო მაინც სოფსონობის სექტორზე გარეს მიდის, მაგრამ ბიზნესში გვეხმარება რა, ესე ვთქვათ. პოტენციალი არის მან, ანუ მანდაც ვიტყვი რომ ალბათ COVID-მდე ძალიან ისეთი ბევრი პროექტები იყო და მივდიოდით იმ მიმართულებით, რომ ევროპის მოთხოვნების და სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ მივდიოდით, ამ მომენტში ბევრი პროექტი შეჩერებულია, რაღაც ნაგვის გადამუშავების ქარხნები და ასე უნდა ყოფილიყო. და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი პოტენციალი არის საქართველოში, მაგრამ უდიდესი პოტენციალია მეზობელ ქვეყნებში, სომხეთი, აზერბაიჯანი, სადაც უდიდესი თანხები ხარჯება მაგ მიმართულებითაც. ასე რომ ჩვენ მთელ რეგიონში ვართ წარმოდგენილი, კომპანია გვაქვს იქაც. და საკმაოდ აქტიურად ვართ ტენდერებში. კი ბატონო. აი აზერბაიჯანზე კითხავ ხა აგრომოტორსის კუთხით
დაახლოებით 4 წლის წინ, ხო? დატოვა საზღვრები აგრომოტორსმა და გავიდა აზერბაიჯანში John Deere-თან ერთად. აი მე მაინტერესებს როგორ გადაწყვიტე ეგ ანუ ეგ რო გასულიყავი ქვეყნის გარეთ და რატომ გენდო John Deere იმ ქვეყანაში, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ბევრად დიდი რეგიონია, ბევრად დიდი ბაზარია, ადგილზეც ხარცებობენ გამოცდილი კომპანიები, ვიზეთ შეიძლებოდა მიეცა დილერობა და რატომ ისევ აგრომოტორსი ამ რეგიონში პარტნიორად? Ну, მან ისტორია John Deere საკმაოდ დიდი აქვს აზერბაიჯანში. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ როგორც კი დავარსდით ესე ვთქვათ კომპანია საქართველოში მაკედანვე გქონდა იდეურად რომ გამختارიყავით რეგიონალური ჰაბი იმ ბრენდებისთვის რის წარმოადგენლებიც ვიყავით John Deere-იც მათ შორის მაგრამ პირველი მცდელობა სიმართლე გითხრათ 2014 წელს გქონდა რომ დილერობა აგვეყო აზერბაიჯანში მაგრამ მაშინ გვითხრეს რომ არა ნადრე. მოდი ჯერ საქართველოში გვანახეთ რა შეგიძლიათ და შემდეგ ვილაპარაკოთ. ზუსტად მაშინ მიცეს ძალიან დიდ ჯგუფს ეს დილერობა. ვიტყვი რომ საკმაოდ კარგად გაყიდეს, იმუშავეს, მაგრამ ეს დიდი კომპანია იყო ორიენტირებული მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებზე. და სტატისტიკა რო მოიღოთ 2014-დან 2018 წლამდე არც ერთი ტრაქტორი არ არის გაყიდული კერძო ფერმერზე. საინტერესო. არც ერთი. ყველა ტრაქტორი მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებით გაყიდული ტექნიკა. ყოფნიდა. ხო, არა, ყოფნიდა, ანუ კი ძალიან დაკავებულები იყვნენ, იმხელად დიდი შეკვეთები ჰქონდათ და საერთოდ არ აინტერესებდათ პატარა ფერმერი, პატარა ტრაქტორი რაღაცა თქვენზე დროს ვერ დავხარჯავთ. John Deere ყოველთვის ჭიდაობდა ამაზე და ყოველთვის ჰქონდა კომენტარი ყოველ წელს, რომ არ შეიძლება ესე, ჩვენ მომხმარებელი უნდა იყოს პატარა ფერმერის, საშუალო ფერმერის, დიდი ფერმერის და რა თქმა უნდა სახელმწიფოც. და ეს ვერ მიაღწიეს. და შედეგი დადგა 2018 წელს, როდესაც სახელმწიფომ შეაჩერა ყველანაირი შესყიდვები და ამხელა მონსტრი კომპანია, რომელშიც დაახლოებით 40 მილიონ დოლარი იყო ჩადებული, ანუ ინფრასტრუქტურა, თანამშრომლები, ძალიან დიდი კომპანია გაჩერდა. ანუ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაჩერდა, ანუ ნაწილსაც კი ვეღარ ყიდდა. და ტრაქტორებს და კომბაინებზე ლაპარაკი არ იყო. John Deere ეუბნებოდა, რომ საწყობში უნდა დააყენო და გაიყიდება, წაიყვანენ საწყობში და აყენებდნენ. არაფერი. დაურეკავდი მე თბილისში მინდა. აქეთ მოყავდა. ჩვენ უფრო მეტ ტრაქტორებს და კომბაინებს ყიდდით 2018 წლიდან 2022 წლამდე, ვიდრე აზერბაიჯანი ყიდდა. კი. საერთოდ ვეღარ ყიდდა ვერაფერს და ეგ იყო ძალიან დიდი შოკი და ანუ ყოველ წელს ეუბნებოდნენ, რომ ეს შეცვალე, არ შეცვალეს. და ეგ იყო კრიტიკული მომენტი, როცა 2021 წელს დაელაპარაკდნენ, უთხრეს რომ ვსე ვამთავრებთ. და მაგის შემდეგ უკვე გააგრძელეს ჩვენთან საუბარი და ეს დავამატებდი რომ იყო კიდევ ერთხელ ნდობის ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ის დავალება რა John Deere-ისგან მივიღეთ, შევასრულეთ საქართველოში, განვითარდით ბაზრის მინიმუმ 30% გვეჭირა წლების განმავლობაში პრემიუმ ბრენდებში და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო John Deere-ისთვის. პლუს ის თავდადება და ის დრო, რაც მე პირადად ჩავდე კომპანიაში და რასაც John Deere ყოველ დღე ხედავდა და ხვდებოდა, რომ ანუ ეს ადამიანი იქაც იგივეს იზავს და მე სულ ვამბობ, რომ John Deere-მა ორი კურდღელი დაიჭირა, იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ მე იქ თუ წარმატებული არ ვიქენი, საქართველოს შეიძლება დავკარგო და სწორი გაცვლა იქით ამხრიდან, ხო და მაგიტომ ძალიან ისეთი სარისკო ნაბიჯი იყო, პირდაპირ გეუბნებით, მარტივი ბაზარი არ არის, მარტივი შესასვლელი არ არის. მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი. კი და რისკად ღირს, რომ წლები გავან, ნდობა გაიზრდება და გაყიდვებიც გაიზრდება აზერბაიჯანში. რა იქნება შენი მთავარი გზავნილი იმ ფერმერებისთვის და არა მხოლოდ ვინც გვისმენდა ამ დროის განმავლობაში? მე ვიტყოდი ესე, რომ არ გაჩერდეთ ბიჭებო, პირველ რიგში და გადაერთვებით ძველ ტექნოლოგიებს, გააგრძელეთ იმ ახალი ტექნოლოგიებით.
რამაც მოგიყვანათ დღემდე და დაგანახათ, რომ შედეგის დადება შეიძლება რა. ექსპერიმენტების დრო აღარ არის. ექსპერიმენტების დრო არ არის, დრო არის იმისი, რომ კი, ბევრი ფული არ დახარჯო, მაგრამ მაქსიმალური შედეგი მიიღო და იმ ძველი ტექნოლოგიებით და ძველი ტრაქტორებით მაქსიმალურ შედეგს ვერ იღებ და ძალიან ბევრ დროს კარგავთ. ასე რომ გაითვალისწინეთ და მიხედეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანამედროვე ტრაქტორებს. მადლობა სტუმრობისთვის. როგორი იყო ეს გამოცდილება? მოკლედ გაგვიზიარე. საინტერესო. ვისურვებდი აი ამ ფორმატში ვინ იქნება შენი აზრით საინტერესო მსმენელი საომარ როგორც მსმენელის გადმოსახედიდან ჩემი აზრით ჩემი კონკურენტი მოიყვანეთ რა კარგი იქნება იგივე სხვა ბრენდის წარმომადგენელი ვინც თავისი მხრიდანაც დაგანახებთ რა ხდება ბაზარზე რა შვენიერი მადლობა სხვებსაც აუხსნის რა და როგორ უნდა აკეთოს მე მგონი განსხვავებული არ იქნება ჩვენი და საინტერესო იქნება მაგითა გამოცდილებაც მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის მადლობა მსმენელს და მაყურებელს რომ გვიყურეთ ჩვენს პირველ სადებიუტო პოდკასტში აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგვიკომენტარეთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი როგორი იყო ჩვენი პირველი პოდკასტი ასევე დაგვიწერეთ თუ ვინ იქნებოდა თქვენთვის საინტერესო სტუმარი და შევხვდებით მომავალ პოდკასტის ვიდეოში